მოგესალმებით. ტრადიციულად, როგორც ყოველ საღამოს ვართ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ძლიერი წვიმაა დღეს ბათუმში და საკმაოდ ცივა, მიუხედავად ამისა, აქ მოქალაქეები მაინც შეიკრიბნენ და აგრძელებენ საპროტესტო აქციას. როგორც იცით, მოთხოვნები არის იგივე, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ დღეს 319 დღეა, რაც აქ მოქალაქეები იკრიბებიან და აჟღერებენ სწორედ იმ მოთხოვნებს, რაც ჩამოვთვალე. როგორ ვითარდება ბოლო დღეებში ქვეყანაში მოვლენები, როგორც იცით, გუშინ გვიან გამოკითხეს ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი, მისი გამოკითხვის პროცესი გაგრძელდა 1 საათის განმავლობაში. ის თვითონაც ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა გამოკითხვაზე და როგორც ვიცით, მას დაუსვეს ასევე კითხვები ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, თუმცა როგორც თავად განაცხადა ნეტგაზეთთან დაკითხვის შემდეგ, მას კოლეგებმა არ მისცეს საშუალება, რომ ეპასუხა ამ კითხვებზე. მოგეხსენებათ, რომ ადვოკატი არ არის ვალდებული უპასუხოს კლიენტთან დაკავშირებულ კითხვებს. როგორც იცით, ციხის უფროსის მოადგილის საქმეს იზიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როგორც იცით, საუბარი არის იმაზე, რომ ბაჩიაშვილმა უსუსის ვერსიით მოაწყო საკუთარი თავის ცემა, დაზიანება ციხეში და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ წუთებში ბათუმის აქციის პარალელურად თბილისში დაიწყო საპროტესტო აქცია. დღეს თბილისის საპროტესტო აქციის სლოგანი არის ასეთი: საქართველოს ვერ დაატყვევებთ. როგორც იცით, თბილისშიც რუსთაველის ქუჩაზე ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქცია. ასევე მინდა გითხრათ, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებულ პირებს, 5-ვე პირს აუკრძალეს სატელეფონო საუბრების შესაძლებლობა ციხიდან, ასევე პაემნები და წერილები. მათთვის ეს შეზღუდვა არის უკვე დღეიდან ამოქმედებული. საუბრობდით ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, უფრო სწორად ციხის უფროსის მოადგილის ქემოკლიდის საქმესთან დაკავშირებით. მას ედავებიან იმ საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თითქოს ბაჩიაშვილმა მოაწყო საკუთარი თავის ცემა, დაზიანება ციხეში, ამ საქმეს იძლიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს ბაჩიაშვილის ადვოკატიც. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული პირები უარყოფენ იარაღის ამოღების საქმესთან კავშირს. როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტყეში ამოიღო იარაღი და მუშაობს ვერსიაზე, იძიებს ვერსიას, თითქოს ეს იარაღი უნდა გამოეყენებინათ აქციის მონაწილეებს. ასევე მინდა შეგახსენოთ ბოლო პერიოდში 4 ოქტომბრის საქმესთან ბოლო დღეებში დაკავებულების საქმეები, რამდენიმე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მათ შორის არის ბათუმელი აქტივისტი ალთანდილ სურმანიძე, ის არის ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი. ის აცხადებს, რომ არ აპირებდა აქციებში მონაწილეობას და ის მართლაც არ მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში. ის აცხადებს, რომ აპირებდა უკრაინაში წასვლას და ბრძოლის გაგრძელებას. მიუხედავად ამისა, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ასევე იად არახველიძესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ის გათავისუფლდა 10,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. შეგახსენებთ ასევე ანასტასია ზინოვკინას წერილს, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა. ეს შეეხებოდა ციხეში ქალებისთვის არსებულ პირობებს. ანასტასია ზინოვკინა კონკრეტულად წერდა შხაპის მიღების შესაძლებლობაზე და ის აცხადებდა, რომ ბოლოს 5 დღის წინ შეძლეს ქალებმა შხაპის მიღება და ხაზს უსვამდა წერილში, რომელიც მან პატრიარქს მიწერა, რომ ეს რამდენად დიდი პრობლემაა ქალების ჯანმრთელობისთვის.
ასევე 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული იყო ექიმი, პედიატრი, ცნობილი პედიატრი თბილისში გიორგი ჩახუნაშვილი. მისი დაკავების კადრები იხილა მთელმა საქართველომ Facebook Live-ების საშუალებით. მასაც იგივე ბრალდებით, გადატრიალების ბრალდებით, დამხობის ბრალდებით ედავებიან, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, 20,000 ლარის სანაცვლოდ საპატიმრო გირაობს შეუფარდეს მას და ეს თანხა მას მოქალაქეებმა მხარდამჭერებმა შეუგროვეს. როგორც იცით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულია ასევე ბაჩო ახალაია, ის არის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი. შეგახსენებთ ასევე, რომ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ძალიან ცუდი ამინდია დღეს ბათუმში, ძლიერი წვიმაა და საკმაოდ ცივა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი დღეს აქ მაინც შეიკრიბა და აჟღერებენ იგივე მოთხოვნებს, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. როგორც იცით, მათი რიცხვი ბოლო პერიოდში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზარდა, ასევე იცით, რომ მათ შორის რამდენიმე მათგანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სერიოზული პრობლემები და რამდენიმე მათგანმა განაცხადა ასევე, რომ ყავს ოჯახის წევრი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით და ის არის ერთადერთი დამხმარე და მარჩენალი ამ ოჯახის. არცად არ ვაპირებთო გაქცევას, ვითანამშრომლებ გამოძიებასთანო აცხადებდნენ ისინი, თუმცა ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ და ისინი მაინც დატოვა წინასწარ პატიმრობაში. აქ შეკრებილები რჩებიან. როგორც გითხარით, მათი მოთხოვნები არის იგივე. შეგახსენებთ ასევე, რომ უკვე რამდენიმე თვეა ზიამაღლობელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი პატიმრობაში რჩება და მისი საქმე არის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული. როგორც ვიცი, უკვე ჩანიშნულია სხდომა, როცა სააპელაციო სასამართლომ მისი საქმის განხილვა უნდა დაიწყოს. ბათუმის აქციის პარალელურად თბილისში უკვე დაიწყო საპროტესტო აქცია საქართველოს ვერ დაატყვევებ. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ რაც არ უნდა გაძლიერდეს წნეხი ხელისუფლების მხრიდან, ისინი არ დაუშვებენ, რომ შეწყდეს საპროტესტო აქციები, ვიდრე სინდისის პატიმრები ყავს ქვეყანას და ვიდრე ოცნების ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე. შეგახსენებთ ასევე, რომ საქართველოსთვის იმ კანონების მიღების შემდეგ, რამაც ხელი შეუწყო რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რამაც პრობლემები შეუქმნა მედიას მუშაობაში, თქვენ იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა ოფიციალურად, რომ აჩერებს მუშაობას და სწორედ ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოში დღის წესრიგში დადგა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. ჩვენ ამ საკითხზე ჩავწერეთ ძალიან ბევრი ემიგრანტი, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს იქნება სერიოზული გამოწვევა მათთვის და თავის დროზე ვიზა ლიბერალიზაცია რომ აქვს საქართველოს ეს იყო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ბევრმა მათგანმა ქვეყანა დატოვა სწორედ იმის გამო, რომ მათმა ოჯახის წევრმა საქართველოში ვერ მიიღო სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისი და ეს ადამიანები ახერხებენ დღეს ცხოვრების გაგრძელებას სწორედ იმის გამო, რომ არიან ემიგრაციაში და იღებენ
იმ ქვეყნების ჯანდაცვის სერვისებს, სადაც ისინი არიან. ისინი აცხადებენ, რომ წარმოდგენაც არ უნდათ იმის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუ საქართველოს არ ექნებოდა ვიზა ლიბერალიზაცია და ისინი ეფექტურად მოკლე დროში საჭიროებისას მოახერხებდნენ სხვა ქვეყანაში პაციენტის გადაყვანას. როგორც ხედავთ, ცუდი ამინდის მიუხედავად, მოქალაქეების მცირე ჯგუფი რჩება აქ და აგრძელებს საპროტესტო აქციას. მინდა შეგახსენოთ ასევე ანასტასია ზინოვკინას წერილთან დაკავშირებით და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან პატიმრობაში. ელინე ხოშტარია იმყოფება პატიმრობაში, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე. ისინი პერიოდულად აგზავნიან წერილებს ციხიდან, ეხმიანებიან რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს და ერთიანობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, როგორც თბილისში, ასევე ბათუმის აქციებზეც გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს უფრო მკაფიო და გეგმების შესახებ უფრო მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული, თუ რას გეგმავს ოპოზიცია და უახლოეს მომავალში როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი თუნდაც საპროტესტო აქციებზე. მე ახლა შევეცდები, მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ შეკრიბილი მოქალაქეებიდან ერთს მაინც გავესაუბრო. ასლან, შენ მინდა გთხოვო ბათუმელების ლაივში, რომ გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ცივა ბათუმში და ცუდი ამინდია, აქ მოქალაქეები მაინც შეიკრიბენ. აი გუშინ გავიგეთ ანასტასია ზინოვკინას წერილთან დაკავშირებით, რა პირობებში უწევთ ქალებს ყოფნა ციხეში და ასევე გავიგეთ, რომ მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ მასზე იძალა და მანდატურების სამსახურის უფროსმა, ასევე ვიცით დაკავებულ ქალებთან მიმართებაში, რაც განხორციელდა. როგორ ფიქრობ, ეს რაღაც განაცხადია, რომ არ მოერიდებიან ქალებს, ისევე როგორც სხვა პატიმრები აცხადებდნენ, აი ერთ-ერთმა დგებუაძის კაბინეტში ვიყავი, როცა დამემუქრნენო, ასეთი განცხადებაც გაავრცელა. ანუ აძლიერებს კიდევ უფრო ოცნების ხელისუფლებას ზეწოლას მოქალაქეებზე? არაფერი გასაკვირია არა, როდესაც აქცენტირებას ვაკეთებ აი ბოლო მოვლენებზე, ბოლო ფაქტებზე, ჩვენ ძალიან კარგად ვახსოვთ, როგორ იქცეოდნენ აქციაზე ეგრეთ წოდებული რობოკოტები ქალბატონების მიმართ, ხო? რა სტატისტიკით უსწორდებიან, არა? როგორ სცემდნენ ადამიანებს. ეს რაღაც მიზანმიმართულია დაშინების მცდელობა თუ არ შეიძლება რომ იყოს ჩვეულებრივი ამბავი, ხო? ანუ მთელი სისტემა არის ჩართული, რომ ადამიანი დააშინოს, არა მარტო ფიზიკური ზეწოლით და ფიზიკური შეურაცხყოფით არამედ იგივე მუხარები, რაც ხშირად ისმის არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა დაკავებული იქნება, ვინც ის აქციაზე იმყოფებოდა, რა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ ჩაუდგენიათ არანაირი კანონდარღვევა, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და გამოვიდნენ გარეთ, ხო? ეგ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ინტერესი და არა მიზანი იმისა, რომ რაღაცის ჩადენას აპირებდა, რა. იმიტომ რომ როგორი მომენტია ის შეიძლება შეფრთხილად გაიარო და აღმოჩნდე დამნაშავედ. როგორც ერთ-ერთი ფაქტი იყო, ხო იცით, როდესაც ცდილობდა ახალგაზრდა, რომელიც ყვებოდა, რომ საპატრიოტიკაზე ვლიდექი და მაშინ პროზველოდები იმას. მიკროავტობუსს ველოდებოდა და დაამაჯარებდეს ქუჩის გადაკეთების გამო, ხო? იმიტომ
თვითონაც კი გაოცებული იყო, იმიტომ არაფერი არ დაუღვევია, უბრალოდ გამოვიდა ქუჩაში და ელოდებოდა სამარშრუტო. ამიტომ თელი სისტემა არის მიმართული ისაკენ, რომ დააჩინონ ადამიანი, რომ ადამიანები გააჩინონ, ესე მუშაობდა საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ამოქმედდა იქა საგიჟეები, ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ქალბატონის მიმართ, რომელიც იძულების შეშლილ აპირებდნენ გადაეყვანა საგიჟეში, იმიტომ რომ მისი ფსიქოლოგიური ფონი ძალიან რთული იყო და ეს არ იყო მისი რაიმე ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო, არამედ ეს იყო ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის გამო, რომელიც არის გამდევი ამ ოპერაციებში. ამიტომ ეს ცდილობენ რომ დააშინონ. ესევე რაც შეეხება ის განცხადებები, რომ ჩვენთან ჩატარდა რეფორმა და ჩვენთან საპატიმროებში პირობები არის რაღაცა საერთაშორისო სტანდარტია და ასე შემდეგ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ტირაში ორჯერ 15 წლის წყალი გადაბანა, არ არის ჯანმრთელობისთვის და ჰიგიენისთვის კარგი, ხო, ქალბატონი აცხადებდა. ასევე ჩვენთვის სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ მე მგონი, როდესაც მათ ჭირდებათ სრულად კონტროლი აქვს, როდესაც მათ დაჭირდებათ კორუფცია არის ციხეებში. არა, ბოლო ფაქტები ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გავიხსენოთ. ციხის უფროსმა თავი მოიკლა ერთ-ერთმა და მეორე მოადგილეს ედავებიან. ხო, ედავებიან თითქოს კორუფციაში იყვნენ ჩართული. ცოტა უცნაურია, როგორ შეძლო ერთმა კაცმა ყველაფრის გაკეთება. ანუ გამოდის, რომ არა მარტო ციხის უფროსი და მისი მოადგილე იყვნენ ჩართული ამ კორუფციაში, ყველა იყო აბსოლუტურად. და ასევე მათ დაგეგმესო ბაჩიაშვილის ცემა, თვითდაზიანება, ანუ თვითცემა. და მე შემდეგ კამერები წაშალეს, კამერები ანუ ის პატიმარის პაციენტიდან თუ გადმოიყვანეს, ის მეორე ციხის უფროსი არაფერს შეარჩია რა, მინიმუმ იმის კომენტარი მაინც უნდა მოგვესმინა, მაგრამ როდესაც სისტემა მიმართული იმისაკენ, რომ დააშინოს ადამიანები, რომელიც სისტემა იმისაკენ მიმართული, რომ ვიღაცაზე ფიზიკური, მორალური ზეჭოლა მოახდინოს, ის ბუნებრივია იყენებს ამ სისტემის წევრებს, ანუ შემსრულებლებს, რომელიც შემდეგ ხდებიან უარგისი ამ სისტემისათვის და შემდეგ ამ პირებს იშორებენ და ყველაზე მინიმუმ კარგია რომ სამსახურიდან გაგიშვან, მაგრამ ყველაზე ცუდი ამ ხალხისთვის ის რომ მათი მორალური, ფსიქოლოგიური განადგურება ხდება და როდესაც შემდგომ ვიღაცა თხოვს თანადგომას, ესეთი ხალხის მიმართ თანადგომი ვერ ვიქმნებით, იმიტომ მათ იყვნენ ამ სისტემის მონაწილეები, აი ყოფილი თანამდებობის პირები. მათ მოუწევთ ამ სისტემაში ყოფნა, მათ მოუწევთ იმ სასამართლოში პასუხების გაცემა, რომელიც სრულიად უსამართლოა, დარწმუნებული იმაში ვარ, კორუფციაში იყვნენ ჩართული და ცუდი რამეები აქვენ გაკეთებული, მაგრამ ჩვენ თავის დროზე რომ ვიძახით, ამას ეს ხო არ ვიძახით, დაახლოებით 6-7 წელია ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი სასამართლოს რეფორმა არ განხორციელებულა, ეს იყო ფიქცია და შესაბამისად ეს მოიტანს იმ უარყოფით შედეგს, რაც დღეს ღებულ, ხო? როდესაც მაგალითად სასამართლო არ ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელმაც 5 ოპერაცია გაიკეთა და უშვებს საფუძველში, არა? ადამიანი არ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი ონკოპაციენტი გახდა, ანუ ადამიანების პირადი ინფორმაციაც კი ჟღერდება, იმიტომ ეს პირადი ინფორმაციის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჟღერდება იმისათვის, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე იქნეს შემორჩენილი. მათ არ აინტერესებს, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა. ტოლერანტობა არა, ნულოვანი ტოლერანტობა წინა ხელისუფლების პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა საბჭოთა პარლამენტის რეგულიდან გამოაცხადა, ეგიც ნულოვანი თანაგზნობა გვექნება. აღშფოთების ზალი არის. ფათაშორის ჩვენ აღშფოთით, მაგრამ ის ხალხი ვინც დღეს საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტში ზის და ტაში უკრავს, მათ შორის იგივე არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, არალეგიტიმური ამ სამინისტროს ხელმძღვანელების, მათ შორის სამართალდამცავი ტაში უკრავდნენ და ის იყო დამნაშავების მიმართ, მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი. იმიტომ სისტემა არა მარტო უნდა ჯიდეს, სისტემა უნდა იყოს რეაბილიტაციის. დღეს რას ვდებულობდა ნულოვანი თანადგომი ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ არ გვაინტერესებს. მაგრამ მე მინდა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თვითონ გახდებიან ამ ნულოვანის, ამ ზეროს სვერპლნი და
იმ მდგომარეობაში უკვე აგდებენ თავს, როდესაც ადამიანები ტაშით შეხვდებიან ამ ამბავს, როდესაც ერთი დღე ნახავთ ხელბორტულ დადებულ, რა ვიცი, იგივე ირაკლი ყობაკიძეს, ან იგივე ღარიბაშვილს, ან იგივე სხვა რამდენი შეიძლება ჩამოთვალოთ. იმიტომ რომ მათ შექმნეს ეს სისტემა და ეს სისტემა წისკვლივითაა, რომ დაიწყეს ბრუნვას აღარ გაჩერდება და ის რომ ბრუნავს ის აღარ არჩევს, ეს არის ხარისხიანი სიმინდის მარცვალი თუ უხარისხო სიმინდის მარცვალი. შესაბამისად, აი ამ წისკვილში მათაც მოყვებიან. ამიტომ სრულად მესმის ამ ქალბატონებს, რომელიც საუბრობენ, რომ არანაირი პირობები არ არსებობს საპრობულებში ქალბატონებისთვის განსაკუთრებით. ორ კვირაში ერთხელო და თანაცო ხანდახან ამ დროს კიდევ ახანგრძლივებს ის რომ საქვაბე ფუჭდება თურმე პერიოდულად. მე მესმის. შეხედეთ, მიხეილ სააკაშვილის დროს მე ვიყავი 2 წლის განმავლობაში ფოთაშორის მაშინ იყო მინისტრის მოადგილე მიქანაძე და შეიქმნა მონიტორინგი ჯგუფები საპრობილებთან. მე ვიყავი ბათუმის ნომერ 3 საპრობილესთან არსებული მონიტორინგი ჯგუფის თავმჯდომარე. და იმ დასკვნებს რასაც წერდით, ვაგზავნდით სამინისტროში და შესაბამისად მიქანაძე ღებულობდა ამ დასკვნებს. სადაც ვამბობდით, რომ 10 საწოლიან კამერაში, რომელიც გათვლილი იყო 10 კაცი, იყო 60 კაცი. არ არსებობდა ცხელი წყალი, არ არსებობდა იზოლირებული საპირფარეშო. დაავადებული ადამიანები და ჯანმრთელი ადამიანები ერთ საკანში ხდებოდნენ. ამაზე ხო ჩვენი ხელისუფლება რატო გადავირჩიეთ? იმიტომ რომ ყველა ის სტანდარტი დარღვევული იყო, ხო? მაგრამ დღეს თუ შენ მეუბნები, რომ იცი რა სამარტო საკნებიც ამ არსებობს და პატიმარმა შეიძლება აიჩიოს სამარტო საკანში იყოს თუ არ ვიცი აღარ არის ეს საკნები. მაგრამ ყველა საკანში უნდა იყოს ხო შესაბამისი სტანდარტი. მაგრამ პირობები უნდა იყოს ყველა საკანში, ამ შემთხვევაში წყალზეა საუბარი. ის რომ სამარტო საკანში ვარ და რა ვიცი ტელევიზორი მაქვს, მაგრამ ამავდროულად გიგიენის პირობებს მე მაგალითად ადამიანი ვარ, რომ ყოველდღე ტანს ვიბა, ხო? არის ერთ ჩემში ჩადებული და ვწtildeობ რომ ვწtildeებათ მათაც ხო ამიტომ ქალბატონებს ბუნებრივია უფრო სხვა დამოკიდებულება. შეიძლება არის ადამიანები, რომლებიც ტანს არიბანენ, მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეგეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ როდესაც შენ გეუბნებიან, რომ კვირაში ორჯერ 15 წუთი ლიმიტირებულია და ზამთარში ცივი წყლით, რა ვიცი, ხელპირის დაბანა უკვე არის საფრთხე იმისა, რომ შეიძლება ადამიანს ელემენტარულად ვირუსები შეეპყროს, ხო, გაცილების ვირუსი. ამიტომ ქართული ოცნების მომხრეები რო იძახიან ჩვენთან, აუ ძალიან კარგი პირობებია ციხეებში, უსურვებ რომ აი ციხეებში მოხდეთ და საკუთარ თავზე განიცადონ ეს პირობები, იმიტომ რომ ეს არის ნაცარის თვალში შეყრა. ნაცარის თვალში შეყრა იმისა, თან იმ ადამიანებს უშვებენ ციხეში, რომელიც აი წარმოიდგინეთ ადამიანი მივიდა და იკითხა, მე ხო არ მეძებ და კაცი დაიჭირა. კი შეგეძლო. ხო, ინიციალებით ამოიცნო საკუთარ რა დააშავა. პოზიტიური ადამიანი, რომელიც ყოველთვის იძახდა, რომ იცი ხალხო მშვიდობა, ხალხო ყველას ესაუბრებოდა, ყველას ეუბნებოდა, რომ უნდა მოითმინოთ. თუ რა ვიცი, ლოყაზე ხელს გაგაწყამენ, მეორე ლოყა შეუშვირა. ამ კაცი იყავებს იმისათვის, რომ შევიდა და გამოვიდა. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ აღარ არსებობს არც საკონსტიტუციო სასამართლო, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ხელფასებლებულობენ და არაფერ ღირებულებს არ აკეთებენ და საერთო სასამართლოები უბრალოდ იქცენ მექანიზმებად, რომელიც არიან ორიენტირებული დასაჯელად და ცოტა დაგჭა რა 37 წელი, აი ტროიკა მოსამართლეები რო იყო, წყალებს ტროიკა მოსამართლეები. აი იმ დონეზე დავა. მადლობა, ასლან ჭანიძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში. საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე ვართ და ბელას მინდა ვთხოვო. ბელა თუ შეიძლება? ბელა შენ მინდა ვთხოვო? მოდი მე დაგახურა ხოლმე საკმაოდ ცივი ამინდია დღეს ბათუმში, მიუხედავად ამისა საპროტესტო აქცია გრძელდება. ბელა, მე ვიცი რომ შენ გაქვს ნამშევარი ქალების უფლებებზე ბათუმში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მინდა გკითხო ბოლო პერიოდში რაც მოვისმინეთ ქალებთან დაკავშირებით ანასტასია ზინოვკინას წერილი, პარალელურად მარიამ სიჭინავა აცხადებს რომ მანდატურების უფროსმა სცემა
რა ბექგრაუნდიც გვაქვს ამ პროცესში, ამ საკითხთან დაკავშირებით, გვახსოვს ყველას, ხომ? ზიას როგორ მოექცნენ, ნინო დათაშვილის ამბავი. რას ნიშნავს ეს, რომ რისი მცდელობა რა უნდა ამით აჩვენოს ხელისუფალს, პოლიციას, რომელიც ერთი მხრივ საუბრობს იმაზე, რომ მაღალი სტანდარტი აქვს დაცული და მეორე მხრივ ვიგებთ რა ამბებიც გვაქვს ბოლო პერიოდში ქალებთან დაკავშირებით. მე ამაზე სულ ვამბობ აღნიშნავ ესეთ რაღაცას, რომ პატრიარქალური სისტემა აი ყოფს ესე დიფერენციაციას აკეთებს, როგორ უნდა დაისაჯონ მებრძოლი მამაკაცები და როგორ უნდა დაისაჯონ ქალები. თუ რაღაცა მამაკაცების შემთხვევაში იგი იყენებს კლასიკურ მეთოდებს, აი მაგალითად მახსენდება ეგეთი რაღაცა, რომ როგორ ავიწროვებდნენ სექსუალურად დაჭერილ ბიჭ აქტივისტებს ტრანსპორტში, ხო? აი მაგალითად აიგივებდნენ ქალთან, ანუ აღქმა იყო მათი ისეთი თითქოს და ისინი არიან ქალები და ერთეოდნენ ისე როგორც ქალებს და ეს იყო კიდევ ერთი მეთოდი გარდა იმისა, რომ ისინი დასჭირდნენ ძალიან ბრუტალური მეთოდებით მამაკაცებს, ამავდროულად აგრძნობინებდნენ თავს კიდევ უფრო დამცირებულად იმ კონტექსტში, რომ ისინი მათ მონიშნავდნენ ქალს ხეულებად, ხო? აი ქალებთან დაკავშირებითაც ხა აი ეს ძალიან ესეთი მორალურად შემლახველი, ღირსების შემლახველია ის ფაქტი, როგორ ექცევიან პატიმარ ქალებს საპრობილეებში, ხო? ანუ თუ ეს აქტივისტი რუსი ქალი არ იქნებოდა საკანში, ისინი ხო იქ ყოფი ქალები ხო ამას ყოველდღიურად მაინც გადიოდნენ, მაგრამ მათი ხმა იყო ძალიან ჩუმი, არასდროს ჩვენ არ გაგვიგია თუ მაგალითად ლაპარაკობენ ციხეებში განცდილი წამების და უღირსი მოპყრობის შესახებ კაცების კონტექსტში ქალებზე ამაზე ასე თითქოს არასდროს არ ლაპარაკობენ, ხო? არავინ არ დაინტერესებულა რეალურად ისინი როგორ განიცდიან ჩაგვრას ციხაში, აი მაგალითად ჰიგიენის საშუალებებზე როგორ მიუწვდებათ ხელი, როგორია მათი მენსტრუალური რუტინა, ხო? რა საშუალებები აქვთ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა თუ ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე უფრო ჩუმი ჯგუფი, რომელსაც აი კაცების შემთხვევაში თუ პატიმრობა არ არის ისეთი დემონიზირებული და ნაკლებად დისკრიმინირდებიან პატიმრობა გამოვლილი მამაკაცები, ქალების შემთხვევაში ეს როგორაა ნებისმიერ ქალს ეს ირცხვება, რომ მან პატიმრობა მოიხადა, ხო? ამაზე არავინ ილაპარაკებს, მათ არც არავინ მოусმენს, არ მახსენდება ვინმე დაინტერესებული იყო, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, შეიძლება ასეთი კვლევები არსებობს და მე არ მინახავს. უბრალოდ აი რაღაც მეინსტრიმ სივრცეში არასდროს გამიგია ვინმეს ჩივილი გამოეთქვას იმის გამო, თუ როგორ ექცევიან ქალებს ციხეში და როგორ კმაყოფილდება მათი საჭიროებები, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ დასჯის მეთოდი სხვადასხვაგვარია. და ქალების შემთხვევაში ბევრად უფრო რეპრესირებული და ღირსების შემლახველი და არ ვიცი, ამას ალბათ კი არა ხელისუფლება იყენებს იმაში, რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც აცნობიერებს იმ ჩაგვრას, რასაც განიცდის საზოგადოება და ხმამაღლა ლაპარაკობს ამაზე, მიაჩუმოს ამ სექსისტური მეთოდები. როგორღაც. თუმცა ვხედავთ, რომ ქართველი ქალები ამას არ ურიგდებიან უმეტეს შემთხვევაში, ანუ ამ დამცირების მიუხედავად ისინი აგრძელებენ ბრძოლას. ანუ ეს არის გაუტეხავი ჯგუფი, მათი ღრმა პოლიტიკური გამოცდილებების გამო. გვახსოვს კიდეც, ხო, ერთ-ერთი ლიდერის ოცნების განცხადება, რომ ქალები იბრძვიან წინა ხაზზე, ეს რა ფენომენია, არ ვიცი. ხო, აი ნახე. მამუკა მდინარაძის განცხადება, თითქოს ხალს რა უნდა? ქალი რატო დგას წინ? ან თუ წინ დგას, ესე იგი ის და პოლიციაშიც არის იგივე მიმართვები, რომ რა გინდა ამ ღამით? კი ბატონო, ისინი იბრძვიან, შესაბამისად ისინი ქალებს არ გვანან, მათ ქალის სახე დაკარგული აქვს და ამასობაში სწორედაც რომ ქალის როლი
არის ბრძოლაში, ხო? ის მათ არასდროს არ შეუწყვეტიან იმის მიუხედავად, რომ მუდმივად ექცეოდნენ ჭრილის ქვეშ. ქალებს არასდროს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა, ეს საუკუნეობრივად კაცობრიობის ისტორიაში ეს ასე ხო, არის. რატომღაც ჩვენი საზოგადოება არასდროს არ აქცენტირებს იმაზე, როცა ქალები მიდიან თუნდაც ემიგრაციაში ოჯახის გადასარჩენად, ეს კითხვებს არ იწვევს, მაგრამ როცა ქალები იბრძვიან წინა ხაზზე აქციაზე მაგალითად, მაშინ ეს კითხვებს იწვევს. აბსოლუტურად. ნუ ეს არის რაღაცა ორმაგი სტანდარტები. ხო, ასეთი კურსი აქვს არჩეული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ხო? სოფლიოში მუდმივად სპეკულირებს ხელისუფლებები ქალის სექსუალობით, ანუ ჩანს სექსი პოლიტიკაში, ხო? ანუ თუ შენ პოლიტიკური ველიდან უნდათ რომ მოხსნან საერთოდ გაწმინდონ სივრცე ქალებისგან ინტელექტით თუ აჯობენ, მაშინ სხვა რაღაცეებზე იწყებენ საუბარს. სტრატეგიული ხარ, თუ უფრო მეტ ნდობას იწვევს საზოგადოებაში, მათი ესეთი ძალიან მდარე მახინჯი მეთოდიკა არის ის, რომ დაადაბლოს როგორც ქალი, ეს ქალი არ არის, ის აკაცუკია, არ ვიცი რატო, ის რა ქვია, მას სექსუალური ცხოვრება აქვს და შესაბამისად ეს არის განმაპირობებელი იმის კომპრომატიც კი გახდა საქართველოში ქალების წინააღმდეგ. ხო, არაერთხელ. მადლობა ბელა. მადლობა ბათუმის საპროტესტო აქციაზე ვართ. ბელა ერთ-ერთი აქტივისტი საუბრობდა ჩვენთან. როგორც გითხარით, დღეს ცივი ამინდია ბათუმში წვიმს, შესაბამისად მცირე რაოდენობა არის ხალხის დღეს საპროტესტო აქციაზე, თუმცა აქცია მაინც შედგა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მე დაგემშვიდობებით ამით, როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში პროცესი, როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია თბილისში, ამაზე წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე და ნეტ გაზეთი ჯიზე. მადლობა რომ გვიყურეთ.